ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე გრიფით საიდუმლოს ნაწილობრივ მოხსნის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს ამჯერად უკვე დობიჩ ჯგუფმა მიმართა. 4 საათიანი მჯოლობის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი წევრები საქმისადმი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესით ხსნიან. Ნაწილობრივ განსაიდუმლოს ვითხოვთ იმდენად, რამდენადაც ამ მასალებში რა თქმა უნდა არის გარკვეული საკითხები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ ჩვენ ერთ-ერთი მოწვეული თავდაცვის სამინისტროდან ყავდა საიდუმლო სამსახურიდან, რომელთანაც ასევე გავიარეთ კონსულტაციები თუ რა სამკითხის განსაიდუმლოება შეიძლებოდა. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი საქმეს ამ დრომდე გრიფით საიდუმლო ადევს. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა მათ გამოძიების მასალების დეტალურად გაცნობის საშუალებას არ აძლევს. უწყება მათ ადგილზე მისვლას და მუშაობას თავაზობს. ისინი კი ამაზე არ თანხმდებიან. Გაუმძიებლის მიერ თითოეული ადვოკატი გაფრთხილებული იქნა სახელმწიფო საიდუმლოების გაუმჟღავნებლობაზე და მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზედაც ბრალდებულის ადვოკატებმა განაცხადეს უარი იმ მოტივით, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო სათანადო პირობები დოკუმენტაციის გასაცნობად და მოითხოვეს დოკუმენტების მათთვის ხელზე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321 მუხლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს. რისკენაც მიზანმიმართულად გვიბიძგებდნენ ადვოკატები, რამე თუ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში მათ შენახვის სათანადო პირობები არ ჰქონდათ, რაც ავტომატურად ჩაითვლებოდა პროკურატურის მხრიდან კანონის დარღვევად. ადვოკატების პოზიციას გაუგებარს უწოდებს დავით საგანელიძე. მისი თქმით, საიდუმლო დოკუმენტების უწყებიდან გამოტანა დაუშვებელია. ყველაფერს აქვს თავისი წესი, ყველაფერს აქვს თავისი ნორმა. განსაიდუმლოებული დოკუმენტების გარეთ გამოტანა იმიტომ რომ შესაძლებელია მოხდეს მათი დაქსეროქსება, შეიძლება მათი ფოტოასლების დაგზავნა სადმე მოხდეს. არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. ამას კანონი არეგულირებს. როცა შენ გაქვს ინტერესი რომ გაიცნო ამ დოკუმენტებს, მაინც და მაინც სახში უნდა წამოწვე და ტელევიზორთან გაიცნო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საქმის ნებისმიერ ეტაპზე პროკურატურას პირდაპირ ავალდებულებს, ადვოკატებს მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გადასცეს. სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არც ერთი მუხლის არც ერთი პუნქტი არ ამბობს იმას, რომ თუ საქმე არის საიდუმლო გრიფის შემცველი, მაშინ ის არ უნდა გადაეცეს ადვოკატს. ასეთი ჩანაწერი სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ არის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში კანონის უზენაესობას, თავისუფლების, უსაფრთხოების, მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობასა და ადამიანის უფლებების დაცვას დიდი ადგილი უჭირავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია თავისუფალი დემოკრატები სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას სწორედ ამ უფლებების დარღვევად აფასებენ. ამ დრომდე უცნობია პრემიერის პოზიცია ეგრეთ წოდებული კაბელების საქმის ნაწილობრივ გასაჯაროებასთან დაკავშირებით, თუმცა დობიჩ ჯგუფის მიმართვა მას უკვე გადაეგზავნა.